ახლა ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოგვიერთდება იურისტი გია ხუროშვილი, რომელიც საიმიგრაციო საკითხებზე ადგილზე მუშაობს უკვე 11 წელია. საღამოშიდობისა, ბატონო გია, მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში მოდით დავსვათ შეკითხვა, რამდენად მოსალოდნელი იყო აი ამ ქვეყნების კატეგორიაში, რომლის შესახებაც წინასწარ იყო გაცხადებული, რომ საიმიგრაციო თემები შეიზღუდებოდა, მოყვებოდა საქართველოს. რას გვეუბნება ზოგადად ამ 75 ქვეყანას შორის საქართველოს არსებობა? მოგესალმებით, ნინო, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და როდესაც თქვენს წინა სიტყვაობას უსმენდი, ერთი განცდა მქონდა, რომ როდის დადგება ის მომენტი, როცა ამერიკის შეერთებული შტატები გამოაცხადებს უვიზო მიმოცვლას საქართველოსთვის და ეს იქნება აუცილებლად ქართველი ხალხის დამსახურება და იმ ადამიანების დამსახურება, რომელიც დღეს დგანან ქუჩაში და იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ეს რომ არ მეთქვა, არაფრით არ შემეძლო, რადგან თქვენს წინა სიტყვაობაში აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე და ეს ასე არ არის. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის როგორც ეკონომიკური საკითხები, ასევე ამერიკის უსაფრთხოების საკითხი. აქ საკითხი ეხება როგორც რეგიონალურ უსაფრთხოებას, ასევე გლობალურ უსაფრთხოებას და ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს როგორც ჰეგემონი სახელმწიფოს როლს მთელ მსოფლიოში. ის დღეს დგას გარკვეულად დიდი გამოწვევების წინაშე, როგორიც არის ირანი, როგორიც არის ის სახელმწიფოები, სადაც დღეს დემოკრატიის ფერქვეშ გათელვა ხდება და ხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკა აჩერებს იმ მასობრივ კაცობრიობის საწინააღმდეგო დანაშაულს, რომელსაც ირანის რეჟიმი აპირებს საკუთარი მოსახლეობის წინაშე და რა თქმა უნდა ეს არის გლობალური უსაფრთხოების თემა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ამკაცრებს კონტროლს იმ ადამიანებისა, რომლებიც აპირებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციას. რა არის აი ამის წინაპირობა? გარდა იმისა, რომ ფინანსური მდგომარეობა შემოწმდება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ადამიანის სოციალური საშიშროების შემოწმება, რაც გამოიხატება მათი სოციალური ქსელების კონტროლით და ყველა ადამიანს მოეთხოვება, რომ წარადგინოს თავისი სოციალური ქსელები, როგორია მისი პოლიტიკური შეხედულებები, როგორია მისი ხედვა ზოგადად უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და თუ კი ადამიანი ახლა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი თუ მასთან დაკავშირებული ფეიკი ვებგვერდების მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას, სადაც საუბრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მტერი კაცობრიობის, სადაც ის მხარს უჭერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გახორციელდეს სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების ადგილი არასოდეს არ უნდა იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ეს უსაფრთხოების საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ადამიანისათვის, რომელიც ვეხმარები და ჩვენი ოფისი ეხმარება ძალიან ბევრ ემიგრანტს აქ სტატუსის მოპოვებაში, შეიძლება ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნიდეს და არ მოგწონდეს ამ კუთხით, მაგრამ როდესაც მე ამას შევხედავ როგორც ადამიანი, რომელსაც ჰყავს 3 დაბადებით ამერიკის მოქალაქე შვილი და ამ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ეს არის აუცილებელი ნაბიჯი. ბატონო გია, აი აქ ჩაგეკითხებით თუ შეიძლება, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ აქ მთავარი ერთ-ერთი წარმმართველი არის უსაფრთხოების საკითხები, მოდით ასე დავსვათ კითხვა, რა საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს საქართველოს იმიგრანტი მოქალაქე ამერიკის შეერთებულ შტატებს? მოდით ასე განვიხილოთ ეს საკითხი. იცით რა არის, აქ ძალიან ბევრი საკითხი განიხილება უსაფრთხოების კუთხით და მათ შორის პირველი როგორი არის სახელმწიფოს პოლიტიკა. და ამ მიმართულებით, როდესაც ჩვენ საუბრობთ და თქვენი ექსპერტები საუბრობდნენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, როდესაც შენი ქვეყნის ხელისუფლება არ თანამშრომლობს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, ეს აძნელებს გარკვეულწილად ინფორმაციის მოპოვებას კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ აი ეს დაარსებითი მიზეზი, სწორედ ეს შეიძლება იყოს, რომელიც უსაფრთხოების თემებთან არის დაკავშირებული. მაგრამ აქ ხაზი უნდა გაუსვათ ერთ გარემოებას, რომ ეს არ არის შეწყვეტა. ეს არის შეჩერება
პროცედურების დახვეწის მომენტამდე, რომლის ვადაც განსაზღვრული არ არის და ეს არის კარგი სიგნალი იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბანი აკრძალვა არ დაუწესებია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ის ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც ქართველი ხალხის ინიციატივით მიმდინარეობს ქვეყანაში და ბუნებრივია ეს ჩვენ გვაძლევს ექსპერტებს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ძალიან მალე როდესაც ეს პროცესები დალაგდება, საქართველოს მოხდება იმ სტრატეგიულ პარტნიორთა სიაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ ყველა იმ ბენეფიტით, რომელსაც ამერიკის მთავრობა პირდება თავის სტრატეგიულ. თუ სხვათა შორის ჩვენ გავიხსენოთ, მოდით რომ უახლოეს წარსულში, მაშინ როდესაც საქართველოს ბრუნდებოდა ღიად საქართველოს ხელისუფლება პროცესში იყო, ესე ღიად რუსეთისკენ მიბრუნების, იქ იყო წინადადება ამერიკის ხელისუფლების მხრიდან, რომ თუ კი ყველაფერი იქნებოდა დემოკრატიული წესრიგით და განვითარდებოდა ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების არჩევანია, იქ რამდენიმე სერიოზული სარგებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და სავაჭრო ურთიერთობებთან ერთად აქ და სამხედრო დახმარებასთან ერთად აქ სახელდებოდა უვიზო მიმოსვლის საკითხიც. თუმცა ჩვენ ახლა ვიხილავთ სულ სხვა თემას. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ეს ჯერჯერობით არ ეხება ტურისტულ ვიზებს, არ ეხება სტუდენტურ ვიზებს, მაგრამ როგორი არის ხოლმე პროცესი. თუ კი საქართველოს დარჩება იმ გზაზე, რომელსაც თქვენ მიიჩნევთ უფრო მნიშვნელოვნად, თქვათ საფუძვლად, მოტივაციად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომ საქართველოს მოხვედრილი ამ 75 ქვეყანას შორის, თუ კი საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება განაგრძობს ამ გზით სიარულს, შეიძლება თუ არა რომ მართლაც რეალისტურად უკვე უფრო მეტად გავრცელდეს ეს შეზღუდვა, მათ შორის ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებსაც, რაც უკვე ძალიან ძლიერი დარტყმა იქნება საქართველოს მოქალაქეებზე. აბსოლუტურად სწორი შენიშვნა, ეს რისკი არ არის გამორიცხული, ნინო, მინდა გითხრათ და დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები, თუმცა აქედან ამერიკის გადმოსახედიდან მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ნებისმიერ ემიგრანტს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ნებისმიერი ქართველის მიმართ და პირადად მე, როდესაც ხვდები ამერიკაში ჩამოსულ ქართველს, არასოდეს არ ვკითხულობ მის პოლიტიკურ შეხედულებას, არასოდეს არ ვკითხულობ მის დაუშვათ ხედვას, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს არის ქართველი, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩამოვიდა, მას სჭირდება დახმარება. აქედან გამომდინარე, რისი თქმა მინდა, რომ აი ეს მთავრობის მიერ შემდგომში გადადგმული ნაბიჯები თანაბრად აისახება ყველა საქართველოს მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას თუ დაჯგუფებას უჭერს ის დღეს მხარს. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს, თუ დღეს ექნება შემოსავალი და ბენეფიტი იმ ბიზნესიდან, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით მან დღეს მოიპოვა, მაგრამ ხვალ არ ექნება შანსი იმისა, რომ მისი შვილი გახდეს დემოკრატიული მსოფლიოს მოქალაქეების თანასწორი პარტნიორი, აი რა თუნდა ასეთი გზით მოპოვებული ფული ან მხარდაჭერა. ამიტომ ყველას მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს, ჩვენი ქვეყანა გახდეს დემოკრატიულ სახელმწიფოთა პარტნიორი, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეების თანასწორუფლებიანი და არ გახდნენ იმ ქვეყნების პარტნიორები, რომლებიც დღეს ამ ქვეყნებს უქმნიან საფრთხეს. მოდით ასე დავსვათ კიდევ ერთხელ საკითხი, სტრატეგიული პარტნიორობა რომ გქონოდა ჩვენ ახლა ძალაში, ანუ საქართველოს მოქმედ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ემოქმედა იმ ფარგლებში, რასაც გულისხმობს სტრატეგიული ურთიერთობა, ანუ დემოკრატიული სტანდარტები, არჩევნების უფლება, ადამიანების გამოხატვის უფლება და ასე შემდეგ, ხო, მედიის თავისუფლება არ შეეზღუდა ასეთი დოზით, ჩვენ მოუხდებოდით თუ არა აი ამ 75 ქვეყანას შორის. ამაზე რა პასუხიც არ უნდა გაგცეთ, ალბათ უფრო მეტად სპეკულაციური იქნება, იმიტომ რომ მე არა ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენელი, მაგრამ ვარაუდი ნაკლები იქნებოდა გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სომხეთისაგან განსხვავებით ჰქონდა უფრო ხანგრძლივადიანი სტრატეგიული პარტნიორობის გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს ამ კურსის გადახვევა რო არ მოხდარიყო, პირადად ჩემი აზრია, რომ საქართველოს არ მოხვდებოდა ამ სიაში.